ისმის შეძახილების ხმა, გურული კრიმანჭულის ხმა ისმოდა ცოტა ხნის წინ, ახლა კი გადაინაცვლეს აქციის მონაწილეებმა მსვლელობით რუსთაველის გამზირზრისკენ, კერძოდ ისინი მიემართებიან პარლამენტის შენობის წინ, კადრში გაჩვენოთ რა სურათი არის ახლა აქციაზე, ხედავთ სპეციალური ბანერი არის გაახსნილი, გურულებიც ითხოვენ ხელახალ არჩევნებს და თავისუფლებას რეჟიმის პატიმრებისთვის, აქ ძალიან ბევრი ნაცნობი და ჩვენთვის უცნობი ადამიანის შეხვდა, ძირითადად არიან ტელეწამყვანები, საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები, მხატვრები, მასწავლებლები, რომლებიც ნაწილობრივ იუმორით, თუმცა კარგად და ხაზგასმით ამბობენ საკუთარ მოთხოვნებს, ეს იგივეა, რაც აქვთ აქციის სხვა მონაწილეებს ამ სამი კვირის განმავლობაში და რა თქმა უნდა, მთავარი მოთხოვნა რიგარეშე არჩევნები და ევროპული კურსის დაბრუნება. მე სანამ შემოგთავაზებთ იმ კომენტარებს, რომელიც ჩავწერეთ მსვლელობის დაწყებამდე, მინდა ლადო აფხაზავას კომენტარი მოგასმენიოთ, რომელიც აქ იმყოფება. საღამო მშვიდობისა, გვითხარით რატომ მსვლელობით რუსთაველის გამზირისკენ, რას ითხოვენ გურულები და რა არის თავარი გზავნილი? რუსთაველი იმიტომ რომ იქ წყდებოდა ყოველთვის საქართველოს ბედი, აი ამ ისტორიულ მოედანზე. და დღეს გურულები ჩამოვედით და ამდენი გურული რო ჩამოვა თბილისში, კარგად რომ არა, საქმე მიხდეს უნდა მთავრობა. არა, კარგად საქმე ბიძინასაც და არც იმ გაერთიანებაში მყოფ ადამიანებს. ძალიან მალე მიიღებენ საკადრის პასუხს, უკვე მიღებულია, თუმცა ეს არ არის მათთვის საკადრისი. უბრალოდ იმას ვეთქვით, რომ დროზე მიხვდნენ წასვლა ქვეყნიდან და საერთოდ ხელისუფლებიდან. თორემ ისე წავა საქმე, აი ჩვენ მართლა არ ვაპირებთ ვინმე სამაგიეროს გადაუხადოთ, რაიმე შურიზიება გადაუხადოს, მაგრამ მიხვედრათ ხომ უნდა, არა? ამდენი 12 წელია ჩვენს კისერზე, აი ყველაზე ღარიბი რეგიონია გურია, მაგრამ აი ამდენი ხალხი ჩამოვიდა. რატომ? გარდა იმისა, რომ არჩევნები გააყალბე, გარდა იმისა, რომ კონსტიტუცია თავზე დაგვახიეთ, გარდა ამისა არის კი ის, რომ სიღარიბეში ცხოვრობს გურიაში ხალხი და მეტ გაჭირვებაში. რატომღაც მაგრად გონიათ, რომ რაც უფრო გაჭირვებული ადამიანი, ისე კი ის უფრო დამყოლია, მაგრამ არ ვართ გურულები ასეთი. ბიძინას ვუთხარით, რომ ეს დრო წავიდა. გამიჭირდება? შენ რომ კარგად ხარ, მე რატომ უნდა ვიყო ცუდად? ამიტომ არ გამოუვა ის ფანდი, ჩვენ არ ვართ ბელორუსები, ჩვენ არ ვართ რუსები, თითქოს კანონმორჩილი ხალხი. მაგათმა რაც სისულელე კანონები მიიღო, იმან უფრო მეტი ხალხი გამოიყვანა ქუჩაში. გააგრძელონ აი ამ კანონების მიღება, მათ არ მოუბრუნდეთ უკან. ადვოკატი ლადო აფხაზავას სუსმედით მსვლელობა გრძელდება. თქვენ შეგიძლიათ ახლა მოისმინოთ ის კომენტარები, რომელიც მსვლელობის დაწყებამდე ჩავწერეთ. არიან ნაცნობი ადამიანებიც, საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები, მათ შორის მაგალითად ჩავწერეთ დავით გოგიჩაიშვილი, რომელიც კამერებთან იშვიათად საუბრობს, თუმცა სოციალურ ქსელიდან ჩვენ მისგან არაერთხელ გაგვიგია მისი პოზიცია. ამბობს, რომ დროა საქართველოს ხელისუფლებამ ქართველი ხალხის ხმა მოისმინოს. ძალიან საინტერესო მენეჯმენტ кейსია. პირველ რიგში ულიდერობა, როცა ესე იგი თითქოს ორ მთავარ რაღაცაზე რა, ერთი ეგზისტენციალურ ამბავზე, რომ ევროპისკენ სწრაფვა და როგორ გვაერთიანებს თურმე, კიდევ ერთი დადასტურება რა, რომ მიუხედავად ჩვენი მრავალფეროვნებისა, ეს რომ გვაერთიანებს რა. და ეს სხვადასხვა თემატური მარშები და მათ შორის ახლა გურულების ნახვა ყოველთვის სიამოვნებს და მიყვარს და გურულობა ჩემი იდენტობის ნაწილიცაა. ამიტომ ძალიან გამიხარდა. მაგრამ ბევრი სხვა მარში რა, რაღაც მამების მარში, ბარსას და რეალის გულშემატკივრების ერთობლივი მარში და ასე შემდეგ. მოკლედ თურმე ეს როგორ გვაერთიანებს და მეორე რაც ასევე მთავარია, ეს არის ძალადობის მიმართ ჩვენი რეაქცია რა, რავი, ადამიანები ვართ და როცა ძალადობას უყურებთ და სამწუხაროდ მათ შორის რამდენიმე პირდაპირ ეთერში და გვესმის ეს ამბები, ხო?
არ შეიძლება რომ რეაქცია არ გქონდეს. გურულებას ერთ-ერთი დიდი ნაბიჯი გადავდგით და შევიკრიბეთ. ყველა ალბათ ყველა ეხლა რა თქმა უნდა რაიონულად არ იყოფა ჩვენს თბილისში დავიბადე გავიზარდე, მაგრამ გურული ვარ სულით და ხორცით, ასე ვთქვა და ნუ უერთდებით ამ საერთო პროტესტს და ვფიქრობთ რომ რა ვიცი უკვე ყველას გვინდა გურულებსაც გვინდა ევროპაში. პირველი ალბათ ერთ-ერთი მეცხენოსნე გურულები იყვნენ, რომლებიც ამერიკაში ჯირითი და დიდი ამბავი ჰქონდათ და აქედან გამომდინარე ჩვენც გვინდა რომ ვიყოთ ევროპის განუყოფელი ნაწილი, როგორც საქართველო და როგორც გურია თავისთავად. ყოველდღიურად ვესწრები მსგავს მარშებს, ყოველდღიურად ვარ პარლამენტთან, ყოველდღიურად ვაპროტესტებ შექმნილ ვითარებას. რა ვიცი, თვლი და ვფიქრობ, რომ პროფესიული მარშებიც, კუთხის მიხედვით მარშების ნებისმიერი მარში და პროტესტის ნებისმიერი გამოხატულება არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ დავიბრუნოთ მოყარული არჩევნები. საქართველოს მომავალი არის ძლიერ თვითმმართველობაში, გურიაში, იმერეთში, ყველგან სამეგრელოში, ანუ მხოლოდ ძლიერ თვითმმართველობა განაპირობებს ძლიერ ქვეყანას, თავისუფალ სასამართლოს, ძლიერ ჯარს და ყველაფერს ჩვენ გავიგია, რომ რაც არის ევროპა არის ძლიერი თვითმმართველობა რა, ამიტომაც ვარ დღეს აქ. ყველა ღამე, ყველა დღე აქ ვდგავარ მე და ახლა გურულების მარში იყო და რა შეიძლება არ მოსულიყავი აქანი და მე იმიტომ მოვედი და იმას ვითხოვ, რომ პირველ რიგში სამართლიანობას ვითხოვ. ანუ ქვეყანაში მინდა რომ სამართლიანობა აღდგეს და ეს არის ჩემი პირველი მონთხოვნა და მთავარი რა. მე მინდა დავამატო 2 და 3 კაცის არ არის რა ჩვენი ქვეყანა და ყველასია და ყველამ უნდა გავინაწილოთ და უნდა შევთანხმდეთ რაღაცებზე ეს რასაც ჩვენი მთავრობა დღეს აკეთებს ცოტა გამაღიზიანებელია და გულისადკენია რა უფრო მეც ვიმსახურებ და შეგვიძლია კიდეც ეს ყველაფერი და აი ამის თქმა მინდა და ამიტომ დგავარ აქ. ტყუილი და ტყუილი. ანუ სამწუხაროდ რა ვერ ვიტყვი რომ მედია დღეს თავისუფალი, არ არის მედია თავისუფალი დღეს რა. ანუ არც ერთი მედია არ არის სამწუხაროდ საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელიც კონკრეტულად თქვენია, ჩემია, აი ამ ხალხის არის, ხო? ის არ არის თავისუფალი და როგორ შეიძლება სხვა მედია იყოს თავისუფალი. მაგრამ ნახეთ ბრძოლის ველზე როცა გავდივართ და სიმართლეს ვიცავთ, ხო? ანუ თქვენ ხართ უკვე და ის ჟურნალისტები რომლებიც ხვდებიან რომ ტყუილს აძალებენ რო თქვან და ამიტომ გამოდიან სამწუხაროდ ერთ ტელევიზიაზე ვერ ვიტყვით 2-ზე არის ის ტელევიზიას არ ვთვლი იმას, მაგრამ აღარც იმას აღარ ვთვლი ტელევიზიაც, მაგრამ აი გარი უნდა გავერთიანდეთ ჟურნალისტი იქნება, ინჟინერი იქნება თუ მნიშვნელობა არ აქვს რა პროფესიის იქნება, დაინახონ ის სიმართლე რისთვის ვდგავართ ჩვენ და რო გახედონ, ხო, ყველა აი ტვინი დგას ამ აქციებს. გურული არ ვარ, ვაღიარებ, არც გადაცმული არ ვარ, ამასაც ვაღიარებ. მთელი გულით და სულით ვუერთდები გურულებს, იმიტომ რომ ვფიქრობ, რომ ჩემი საუკეთესო ნაწილი არის გურულების. ჩემი გოგიჩა არის გურული და არის ჩემში და ჩემი შვილები არიან გურულები და დღეს მათი წარმომადგენელი ვარ აქ. და მინდა რომ ყველაფერი ისე იყოს, როგორც ეკადრება ამ ქვეყანას და როგორც ეკადრება გურულებს. მე ვარ სოფლიდან, წარმოშობით, სადაც დაიწერა ბახვის მანიფესტი. ეგეთი პროგრესული და ესეთი წინწასული დოკუმენტი არ შექმნილა ევროპაშიც კი თავის დროზე. ამიტომ არანაირი უფლება არ მქონდა რომ არ გამოსულიყავ. მე ვარ იმ სოფლიდან, სოფელ ბახვიდან, სადაც დაიბადა დიმიტრი შევარდნაძე, გაბრიელ ეპისკოპოსი, სადაც დაიბადა, რა ვიცი, ყველაზე პროგრესული ადამიანების გერონტი კიკოძე, უამრავი საინტერესო ადამიანი და შესაბამისად ძალიან ევროპული სოფლიდან ვარ რა. და გურულები იყვნენ, რა ვიცი, პოლიტიკით ძალიან დაინტერესებული ადამიანები. შესაბამისად ჩვენ ახლა სამივე პოლიტიკური ჟურნალისტები ვიყავით თავის დროზე. სხვაგან ჩვენს ადგილს ვერ ვხედავ.